ადამიანის უფლებათა საბჭოს ეს შეხვედრა, რა თქმა უნდა, არის ჩვენთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ საერთაშორისო თანამეგობრობას შევახსენოთ ის გამოწვევები, რა გამოწვევების წინაშეც დგას საქართველო. კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვათ, რომ საქართველოს ორი რეგიონი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და იქ ირღვევა ადამიანის უფლებები, როგორც ეს საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებით არის დადასტურებული და ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ უზრუნველყოფილ იქნას ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რა თქმა უნდა, საუბარი გვექნება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებითაც, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოში იყოს სტაბილურობა, იყოს მშვიდობა, იმისათვის, რომ საქართველოს კონდეს შესაძლებლობა შემდგომი ნაბიჯები გადადგას განვითარებისთვის და უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ეკონომიკური განვითარება. ორმხრივი შეხვედრები იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მათ შორის გაეროს გენერალურ მდივანთან, ასევე ჩვენი პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ვინც მონაწილეობს აღნიშნულ შეხვედრაში.